გამჭვირვალობას დაუპირისპირდნენ, არადა მხოლოდ მარტივი რამ ევალებოდათ. წელიწადში ერთხელ დეტალურად ეთქვათ ქართველი ხალხისთვის, რაში იღებდნენ მილიონობით დოლარს უცხოეთიდან. ხელისუფლება მაშინ, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ამბობდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს კონკრეტულად რა ინტერესის გასატარებლად ურიცხავენ მილიონობით დოლარს უცხოელი დონორები ქართულ NGO-ებს. მარტივად შესასრულებელ მოთხოვნას გავს. თითქოს ლოგიკაშიც კი არ ჯდება, რატომ უნდა გიჭირდეს ფინანსების შესახებ საუბარი, თუ მას როგორც ამბობ ქვეყნის სასარგებლოდ ხარჯავ. თუმცა სრულიად განსხვავებული რეალობა მივიღეთ. ადგილობრივმა NGO-ებმა გამჭვირვალობაზე უარი თქვეს. ეხლა საქართველოს პარლამენტი ხელს კონსტიტუციას ვანდალიზმითა და მოლოტოვის კოქტეილებით დაუპირისპირდნენ კანონს, რომელიც მათ ანგარიშვალდებულს ხდიდა ქართველ ხალხთან. კანონი რუსულად დაბრენდეს, დისკუსიაზე უარი თქვეს. ფაქტები არ მოუყვანიათ, არგუმენტები არ ჰქონდათ. მხოლოდ ერთი ფრაზა. ეს არის რუსული კანონი. და მაშინ უკვე ყველა ხვდებოდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც მასშტაბურს მალავდნენ. და როგორც ჩანს, იმდენად სკანდალურ ინფორმაციას, რომ პროცესში უშუალოდ მათი დონორებიც ჩაერთნენ. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. თუმცა ფუნდამენტურად უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. USAID-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ამ განცხადებით სენატის ტრიბუნიდან მხარი დაუჭირა თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციებს. ასევე მასთან ერთად საქმეში ჩაერთო კიდევ ერთი მსხვილი დონორი. ნედის დირექტორმა მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ძალადობრივი აქციები მიმდინარეობდა NGO-ების გამჭვირვალობის წინააღმდეგ, განაცხადა. ჩვენ მხარს გიჭერთ, ჩვენ ვამაყობთ თქვენით, იმით რომ ამდენი ქართველი გამოვიდა თქვენს პარლამენტში რუსეთის მაგალითით ჩაგონებული უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის განხილვის წინააღმდეგ. საკმარისია ქართული ყველაზე მდიდარი NGO-ების დონორებს ჩახედოთ. მათ მიერ გასაჯაროვებული ფინანსების კი კმარა იმის სათქმელად, რომ USAID და NEDI ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებული არ გამოაშკარავებულიყო მათ მიერ გაცემული გრანტების რეალური მიზნობრიობა. თავის მხრივ კი ადგილობრივ NGO-ებს არ სურდათ გაემჟღავნებინათ, რაში ხარჯავდნენ რეალურად აღნიშნულ თანხებს და არ სურდათ ცნობილი გამხდარიყო მათი სურვილისამებრ გასაჯაროვებული თანხების უკან არსებული შავი სალარო. და როდესაც შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, მაშინვე გამოაშკარავდა, რატომ იბრძოდნენ ასეთი თავგამეტებით ადგილობრივი NGO-ები და მათი დონორები გამჭვირვალობის წინააღმდეგ. USAID-ის აქამდე უცნობ ფაილებს 21 საუკუნის ყველაზე დიდი სკანდალიც კი შეიძლება ეწოდოს. გაცხადდა ისიც, რომ USAID მილიონობით დოლარს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადგილობრივი ხელისუფლებების ჩამოსაგდებად, მარიონეტული რეჟიმების მთავრობაში მოსაყვანად, LGBT პროპაგანდის დასაფინანსებლად იყენებდა. USAID-ისა და NEDI-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებთაგან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სახელმწიფო გადატრიალებების პროვოცირებაში მათმა მონაწილეობამ და ამ კონტექსტში საქართველოში განვითარებული მოვლენებიც იქნა ნახსენები. საქართველოში, სლოვაკეთში და უნგრეთში სოროსისა და USAID-ის დაქირავებული ამბოხებები იმიტომ ხდება, რომ არ მიიღოთ ეგრეთ წოდებული ანტიარასამთავრობოების კანონი, რომ არ გამოაშკარავებულიყო სოროსის არასამთავრობოები და უშვებელი იყო ამ ქვეყნებს მიიღოთ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ჩვენი ფარას იდენტურია, რადგან შემდეგ საქართველოს, სლოვაკეთი, უნგრეთი გაიგებდნენ თუ რა რაოდენობის მარიონეტული ფული შედის მათ ქვეყნებში სოროსის ქსელისგან და USAID-ისგან. USAID და NEDI Deep State-ის ფინანსურ მძლავრ ხელს წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნებში ინტერესების გასატარებლად. თავის მხრივ კი ეს გიგანტი დონორები Deep State-ის დაკვეთებს ადგილობრივი NGO სექტორით ახორციელებდნენ. ამას ადასტურებს უკრაინის მაგალითიც. საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია საზოგადოებას სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა გააცნო. ზელენსკის მისი პრეზიდენტობის პირველ თვეში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან ფაქტობრივად მუქარის წერილი გადაეცა, სადაც დაახლოებით 70 ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. მათ ზელენსკის წერილი მისწერეს, სადაც განუმარტავდნენ და უბრძანებდნენ, რომ არ გადაეკვეთა ქვემოთ ჩამოთვლილი წითელი ხაზები, წინა
წინააღმდეგ შემთხვევაში მის ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა იქნებოდა. ეს მოდის USAID-დან, კიდევ ვინ ეროვნული დემოკრატიის ფონდი. Deep State-ის მოქმედების პრინციპი ზუსტად იგივეა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. Deep State-ის დაქვემდებარებაში მყოფი USAID და NED მილიონობით დოლარით უზრუნველყოფდნენ ქართულ NGO სექტორს. ისინი კი თავის მხრივ ქვეყანაში დონორების, შესაბამისად კი Deep State-ის ინტერესების გამტარ კასტად იქცნენ, რომლებიც ნებისმიერ დაკვეთას უპირობოდ შეასრულებენ. მხოლოდ ეს უპირობო მორჩილებაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში ქართული NGO სექტორი მილიონობით დოლარს იღებდა. სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებში ხალხის მობილიზების მთავარი ძალაა. სამოქალაქო ინსტიტუტები კი მარიონეტული ინსტიტუტებია. სისტემატურად აფინანსებენ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, უნივერსიტეტებს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, სასამართლო სისტემის რეფორმირებაში მონაწილეობა, ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, როგორც NGO-ები მათ საქმიანობას აღწერდნენ, მხოლოდ ლეღვის ფოთოლი იყო რეალობის დასაფარად. ხოდა ვნახოთ რა იყო ეს რეალობა. ისე მოხდა, რომ 2000-იანი წლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ფეხს იკიდებდნენ, ჩამოყალიბდნენ ერთგვარ კასტად, რომელთა სიტყვაც რატომღაც უპირობოდ გაგონილ უნდა ყოფილიყო. წესით დაკომპლექტების მიზნით სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ზურაბჟვანია თანხდება საარჩევნო კომისიის წევრებად NGO-ების მიერ წარმოდგენილი კანდიდატურების დანიშვნას. კერძოდ, გარედან დაფინანსებულ რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის მცირე ჯგუფს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თითქმის ყველა საკითხზე აზრი უნდა კითხოს. მათი კურთხევა მიიღოს და შემდეგ იმოქმედოს. რატომ? იმიტომ, რომ 2000-იანებში, მაშინ როდესაც Deep State-მა საქართველოში NGO სექტორის გამოზრდა დაიწყო, ჩვენი ქვეყანა მესამე სამყაროს ნაწილად აღიქმებოდა, რომელიც გავლენის ობიექტად უნდა ექცია. ამისთვის კი პროცესებზე მუდმივი კონტროლი სჭირდებოდათ. პროცესზე კონტროლი მორჩილი მეხუთე კოლონით უნდა დაემყარებინათ. ისინი უნდა წარმოჩენილიყვნენ დანარჩენ ქართველებზე უფრო განვითარებულ, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფად, რომელთაც ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დასავლეთი ეყრდნობოდა და მხარს უჭერდა. ეს საჭირო იყო, რათა მათ სიტყვას ფასი დასდებოდა. ხოდა მესამე სექტორი, ანუ NGO-შნიკები, მესამე სამყაროს, ანუ საქართველოს, ერთგვარ დემოკრატიის მისიონრებად მოუვლინეს, რომლებიც საქართველოს ბნელი გვირაბიდან სინათლეში გაიყვანდნენ. ეს NGO ხალხიც ყველაფერში ერეოდა, განსაკუთრებით 2012 წლიდან, რადგან მანამდე ამ სექტორსა და სააკაშვილის ხელისუფლებას ისედაც ერთი და იგივე ხელი მართავდა და მათ შორის უთანხმოების საბაბი არ არსებობდა. გარე ძალების ინტერესების გასატარებლად NGO-ების მობილიზება არ იყო საჭირო. ამ ფუნქციას სააკაშვილის ხელისუფლებაც წარმატებით ასრულებდა. თუმცა 2012 წლის შემდეგ, როდესაც მმართველობაში ეროვნული ძალა, ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. გლობალური Deep State-ი მიხვდა, რომ ქართული ოცნება მათი მარიონეტი არ გახდებოდა. ამიტომაც საჭირო გახდა წლების განმავლობაში მილიონობით დოლარით გამოყვებილი და მეხუთე კოლონად გამოზრდილი ჯგუფის გააქტიურება. დაიწყო NGO სექტორის სრული მობილიზება ქართული ოცნების, შესაბამისად ეროვნული პოლიტიკის და შესაბამისად საქართველოს წინააღმდეგ. ფაქტობრივად არ არსებობდა თემა, რაშიც ისინი არ ცდილობდნენ მონაწილეობას. არ არსებობდა საკითხი, რაზეც ისინი ქართულ ოცნებას არ აკრიტიკებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კიდევ ერთხელ მოითხოვს წამების სამსახველი ვიდეო კადრების დახურულ ფორმატში ჩვენებების შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის აბსოლუტურად დოკუმენტური კადრები და რეალობა შეესაბამება, მაინც მგონია, რომ შეიძლება ძალიან სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ სარჩელზე დამატებით არგუმენტებს წარუდგენს. ეს ცვლილებები ძალიან ცუდ გავლენას მოახდენენ ზოგადად საბანკო სექტორზე. თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის იმ დადგენილებას ასაჩივრებენ, რომელიც თვითმმართველი ქალაქების და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას ეხება. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ არსებული საარჩევნო მოდელი ხარვეზებს შეიცავს და თანამედროვე პოლიტიკურ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ერთის მხრივ პროპორციულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქვეყნის რაღაც ისტორიული თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი რომ იყოს რეგიონალური წარმომადგენლობაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს მესამე სექტორი. უფლებადამცველი ორგანიზაციები ხელისუფლებას ნამახვან ჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. მესამე სექტორიდან დღეს იუსტიციის მინისტრიც გააკრიტიკეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და მათი საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას აკრიტიკებენ.
განა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში ისეთი, რაც მათ მოწონებას დაიმსახურებდა, მაგრამ ობიექტურობას ვერ მოთხოვ მართულ ძალას. ისინი ხომ გარე ძალების მთავარი ადგილობრივი საყრდენები იყვნენ და არიან, რომლებიც დემოკრატიის სახელით ეროვნულ ძალას ებრძვიან და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნების სქემაში საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენენ. ამ მთავარი მიზნისთვის საჭირო იყო სახელმწიფოს ფუნდამენტების მორყევა. NGO-ებიც გარედან მოსული დაკვეთების შესაბამისად ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. წლების განმავლობაში პროპაგანდით შექმნილ იმიჯს, რომ ისინი არიან განვითარებული სამყაროს ნათელი წარმომადგენლები, იყენებდნენ ჯერ მომავალი თაობის წინააღმდეგ. პირველ რიგში ებრძოდნენ ქრისტიანულ კულტურას და ეკლესიას, ხოლო ახალისებდნენ LGBT პროპაგანდას. ანუ ცდილობდნენ იმას, რითაც Deep State-მა ევროპა კრიზისების ქსელში გახლართა. როდესაც აქტიური პროპაგანდით ქრისტიანული კულტურა და რწმენა სიბნელედ გამოაცხადა, LGBT ფერადი დღის წესრიგი კი განვითარებად, რითაც საზოგადოება ტრადიციული ღირებულებებისგან და იდენტობისგან სტერილიზებულ, ადვილად მართვად მასად აქცია. ხო და NGO კლანიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციული ოჯახის დეფინიციას. ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას. კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაჩენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი. ეს არის ცალსახად პოპულისტური და ჰომოფობიური კონოტაციის მქონე ჩანაწერი. მხარს უჭერდა LGBT პროპაგანდას. თუმცა ეს საკმარისი არ იყო. Deep State საქართველოს კვლავ დასამორჩილებლად მძლავრი ბერკეტები სჭირდებოდა. შესაბამისად, გლობალური Deep State-ის კარნახით დონორებმა NGO-ებს ამ ბერკეტების მოპოვება დაავალეს. მათაც დემოკრატიის საფარქვეშ დაიწყეს ბრძოლა სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, ძალოვანი უწყებების, პარლამენტის, მთავრობის და შესაბამისად ქვეყნის სუვერენულობის წინააღმდეგ. და სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამ გეგმის კლასიკური მაგალითია. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ქართულმა ოცნებამ ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება სასამართლო რეფორმით დაიწყო, რომელიც რამდენიმე ტალღისგან შედგებოდა და მთავარ ფუნდამენტს მოსამართლეებისთვის ჯერ თავისუფლების მინიჭება და პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. შემდეგ კი მათი უვადოდ დანიშვნა. მოსამართლეები გათავისუფლდნენ წარსული პოლიტიკური ზეწოლისგან. კორპუსის დამოუკიდებლობა უვადოდ დანიშვნამ კიდევ უფრო გაამყარა, რაც ცხადია Deep State-ის ინტერესში არ შედიოდა. მათ მორჩილი სასამართლო სჭირდებოდათ. ამიტომაც NGO სექტორმა ნაცვლად სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მხარდაჭერისა მისი დისკრედიტაცია დაიწყო. ვითხოვთ, რომ ეს დანიშვნებიც, რაც ახლა არის დაგეგმილი, ესეც გაჩერდეს და აბსოლუტურად ყველა პროცესი გაჩერდეს, სანამ ჩვენ არ მოვახდენთ სასამართლოს სისტემის რეფორმას. კლანი იბრძვის ბოლომდე. თუმცა წლიდან წლამდე სასამართლოს ნდობის ხარისხი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო შეფასებებითაც იმატებდა, მაგრამ რეალობის პარალელურად NGO-ები განაგრძობდნენ სასამართლოს რეპუტაციის შელახვას, რასაც საბოლოოდ ერთი მიზანი ჰქონდა. გარე აქტორებს ქვეყნის განვითარების შემაფერხებლად სწორედ სასამართლო უნდა დაესახელებინათ და ამ ეგრეთ წოდებული წლების განმავლობაში დაგროვილი სისტემური პრობლემების აღმოფხვის ერთადერთ შესაძლებლობად ვეტინგი გამოეცხადებინათ. აუცილებელია შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რაც არის რეკომენდაციის სახით გაცემული ევროკომისიის მხრიდან. ეს არის იმ შემთხვევაში გამოყენებული, როდესაც ქვეყანამ ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემა იმყოფება იმ ტიპის კრიზისში, რომელსაც ვერ განმუხტავს სხვა ტიპის რეფორმები. ეს არის პროცესი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორები გთხოვენ. ვეტინგი ესაა Deep State-ის მიერ შეკვეთილი, USAID-ის ფულით დაფინანსებული და სოროსის მიერ განხორციელებული პროექტი, რომლის თანახმადაც ქვეყნებში არსებული სასამართლო კორპუსი გარე ძალების აუდიტის ქვეშ ექცევა. მათი სურვილისამებრ იწმინდება და დამოუკიდებელი მოსამართლეები მორჩილი კადრებით იცვლება. თვალსაჩინოებისთვის რუმინეთის მაგალითს შევხედოთ. რუმინეთის სასამართლოში ვეტინგი 2007 წლიდან დაიწყო, რითაც გარე ძალებმა ფაქტობრივად სრულად დაიქვემდებარეს რუმინული სასამართლო. ანუ მიიღეს მძლავრი ბერკეტი და ის სულ ახლახანს აამოქმედეს, როდესაც დამორჩილებულ სასამართლოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გააუქმებინეს, რადგან Deep State-ისთვის მიუღებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. შემდეგ კი გამარჯვებული ჯორჯესკუ დააკავეს და ასევე ვეტინგის შედეგად დაკომპლექტებულმა სასამართლომ მას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლებაც წაართვა. ესაა მიზეზი, თუ რატომ ითხოვდნენ ვეტინგს საქართველოშიც, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, რომელიც Deep State-ს არ დაექვემდებარა, ვეტინგს ნაღმის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. და როგორც რუმინეთში საჭიროების შემთხვევაში აქაც გააუქმებდნენ არჩევნების შედეგებს და ხელისუფლებაში აგენტოკრატიას დააბრუნებდნენ.
ამას გარდა USAID-ის სკანდალის შემდეგ დადასტურებულად გავიგეთ, რომ სულ მცირე $20 მილიონ მეტი გასცა USAID-მა ქართულ NGO-ებზე, ვითომ და სამართლის უზენაესობისა და სასამართლოს რეფორმის მხარდასაჭერად. თუმცა რეალურად ცხადია, რომ ეს თანხები ერთი მხრივ სასამართლოს დისკრედიტაციისთვის იხარჯებოდა, მეორე მხრივ კი დანაშაულს ახალისებდა. კერძოდ, USAID-დან გრანტის მიმღები ორგანიზაცია East West Management-ია. ის კი ამ თანხებს უნაწილებდა სხვადასხვა ადგილობრივ NGO-ს, მათ შორის გამჭვირვალობა საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლებსაც ეს ორგანიზაცია დონორებში ჰყავთ მოხსენიებული. ეს ორი ადგილობრივი NGO კი ყველაზე აქტიურად ებრძოდა სასამართლო დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ბაზაზე 2023 წელს ფონდი შეიქმნა, რომელსაც გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებულთათვის გირაო უნდა გადაეხადა. მას დონორებში East West Management-ი ჰქონდა მითითებული. გამოდის, რომ სამართლის უზენაესობისთვის გამოყოფილ თანხებს ეს ორგანიზაცია საქართველოში პოლიციელების მოლოტოვით დამწველებისა და პარლამენტის შენობის დამბრბევების გირაოების გადახდას ახმარდა. ანუ დანაშაულს ახალისებდა. ასე რომ NGO-ების მხრიდან სასამართლო სისტემის გაჯანსაღებასა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ ბუტაფორია იყო. სასამართლოს დამორჩილების პარალელურად NGO სექტორი აქტიურად ცდილობდა სხვადასხვა დროს არჩევნების დელეგიტიმაციას და რევოლუციური პროცესების პროვოცირებას. მოსამართლეების მსგავსად საინტერესო დეტალია ისიც, რომ თავის დროზე სწორედ NGO-ებმა დაასახელეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თამარ ჟვანია. ვფიქრობთ, რომ თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღები იქნება როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე მმართველი კოალიციური პარტიის წარმომადგენლებისათვის წესროში. გათვლა ჰქონდათ, რომ ის მათი მორჩილი, შესაბამისად კი Deep State-ის მორჩილი კადრი იქნებოდა და საჭირო დროს საჭირო ფუნქციას შეასრულებინებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებელი თავმჯდომარე იყო, რაზეც მის მიერ ჩატარებული არჩევნების მაღალი შეფასებაც მეტყველებს, იგივე NGO სექტორმა მისი დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს კი არალეგიტიმურად აცხადებდნენ. USAID-ის ფაილებიდან გავიგეთ ისიც, რომ ამერიკელი გადამხდელების მინიმუმ $41 მილიონი დაიხარჯა ბოლო სამ ქართულ არჩევნებში. თუმცა კონკრეტულად რას მოხმარდა ეს თანხები, მითითებული არ არის. თუმცა ვიცით ფაქტები, რომელშიც USAID-ის მიერ დაფინანსებული NGO სექტორი მონაწილეობდა. 2018 წელს, როდესაც ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებოდა, რადიკალები მიხვდნენ, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო. მათ სჭირდებოდათ რაიმე ხელჩასაჭიდი, ვითაც არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ დააყენებდნენ და მას გაყალბებულად გამოაცხადებდნენ. ხო და სწორედ მაშინ მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე, მდიდარი NGO-ები, ისფედი, ანუ სამართლიანი არჩევნები, გამჭვირვალობა საქართველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაცხადებენ. სულს გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც ეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბებას, კერძოდ კი გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ბეჭდა პირადობის მოწმობებს, რომელიც სწორედ მეორე ტურისთვის იქნება გამოყენებული. პროკურატურა მაშინვე დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და გამოკითხვაზე დაიბარა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. თუმცა წყაროს დასახელება ჩვენ არ გვევალება კანონით და არც ვაპირებ კონკრეტულ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენდით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ არა ვართ საგამოძიებო ორგანო. აღმოჩნდა, რომ NGO სექტორს მტკიცებულებები არ ჰქონდა და მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის წყაროზე დაყრდნობით საუბრობდნენ რაღაც კონსპირაციულ შეხვედრაზე, სადაც ვითომ და არჩევნების გაყალბება დაიგეგმა. შემდეგ ისიც გაირკვა, რომ მათი წყარო სულაც არ ესწრებოდა ამ შეხვედრას და თურმე თავისი მხრივ სხვადასხვა წყაროებს ეყნობოდა ის ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ NGO სექტორი ფაქტობრივად ტყუილში ამხილეს, მათ მაინც დაუტოვეს სივრცე რადიკალებს ხმაურისთვის, როდესაც დაწყებული გამოძიება ეჭვქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება, ეს არის ძალიან კარგი, თუმცა ამის შემდეგ უკვე არ ვიცით რა შედეგს დადებს გამოძიება. მეორე ტური ჩატარდა. ოპოზიცია დამარცხდა და გასაკვირი არ არის, რომ მათ საუბარი სწორედ ეგრეთ წოდებული ყალბი პირადობებით არჩევნების გაყალბებაზე დაიწყეს. ყალბი პირადობის მოწმობები. NGO-ები არჩევნების წინააღმდეგ 2020 წელსაც გაილაშქრებენ, როდესაც ისფედი ხმების პარალელურ დათვლას გააყალბებს, რითაც ბიძგს მისცემს ოპოზიციას არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად და რევოლუციური პროცესების დასაწყებად.
45.8% დავთვალე მეო, თქვა ისვედმა. საიდან მოიტანა CSKOM 48.3%, ამას ვერ ვადგენ. ოპოზიციურმა კოალიციამ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად დაიღო ხმების 35-დან 40%-მდე. ამის შემდეგ იყო პარალელური დათვლის შედეგები. არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელმაც ზუსტად იდენტური შედეგი დააფიქსირა. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. მმართველმა გუნდმა მაშინ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მიმართა ისპედს გაესაჯაროვებინა მეთოდოლოგია. თუმცა ისპედმა მაშინ მოთხოვნა დააიგნორა და მეთოდოლოგია დამალა. დღეს კი უკვე ვიცით, რომ 2020 წელს ისპედის მანიპულაციის შესახებ ინფორმირებული იყო დონორიც, ანუ USAID, რაც ისპედის იმდროინდელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა. ჩვენ როდესაც დავადგინეთ ამის შესახებ და უკვე საბოლოო ინფორმაცია გვქონდა ამის შესახებ ვაცნობეთ ჩვენ დონორ ორგანიზაციას. მაგას გეკითხებით. USAID არის დონორი ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს. როდის მიაწოდეთ ინფორმაცია USAID? ეს იყო სადღაც ნოემბრის ბოლოს. ნოემბრის ბოლოს USAID-მა უკვე ყველაფერი იცოდა. ამ აღიარების შემდეგ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ინფორმაცია არ ქონდა საელჩოსაც. USAID-ის ოფისი ხომ სწორედ საელჩოშია. ორივე დუმდა, უყურებდნენ ოპოზიციის რადიკალურ ქმედებებს, რომელიც სწორედ ისპედის მანიპულაციას ეყრდნობოდა და სიტყვაც კი არ დასცდენიათ, რომ ხმების პარალელური დათვლა რეალობას არ ასახავდა. პირიქით, ელჩი დეგნანი მოლაპარაკებებს უწევდა ფასილიტაციას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. არადა ხელოვნური კრიზისის დასრულება ერთი განცხადებით შეეძლო: სიმართლის აღიარებით. არა თუ პროაქტიულად არ უთხრა ხელისუფლებას და ქართულ ხალხს USAID-მ, რომ ეს იყო მცდარი და აქედან გამომდინარე ამაზე არ უნდა აწყობილიყო რაღაც კამპანიები, არამედ პირდაპირ მალავდა მათ შორის უშუალო შეხვედრების დროს არ უთქვამთ ჩვენთვის, რომ იცოდნენ ამის შესახებ. გარდა 2020 წლისა, საინტერესო დეტალია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. ისტორიაში პირველად ისვედმა ხმების პარალელური დათვლა არ გამოაქვეყნა, რადგან ის CSKOS მონაცემებს იმეორებდა, რითაც ისპედი ამჯერადაც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა. თანხმდროშია, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს მეორე დღეს ვერ თქვით და ჩვენ ვთქვით, რომ ეს არ არის ვალიდური რიცხვები და ამიტომ არ ვაქვეყნეთ. ისმის ლოგიკური კითხვა. USAID საქართველოში არჩევნების რეფორმირებისთვის აძლევდა მილიონობით დოლარს ისპედს თუ ეს თანხები ისპედის გავლით რადიკალური პროცესების დაფინანსებას მოხმარდა? პასუხი ალბათ ცხადია. ქართული NGO სექტორი იდგა და დგას იქ, სადაც არ არსებობს საქართველოს ეროვნული ინტერესი. ისინი გარე ძალების ინტერესების გამტარს წარმოადგენენ და ამ ფაქტს ადასტურებს 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩეული ომის მხარე. რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ. ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ. პარალელურად NGO სექტორი ხელისუფლებას აკრიტიკებდა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დგამდა ანტიეროვნულ ნაბიჯს, არ აწესებდა ეკონომიკისთვის გამანადგურებელ სანქციებს და მშვიდობის პოლიტიკას ირჩევდა ესკალაციის ნაცვლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ სამომავლოდ სწორი განვითარებით წავიდეთ, სწორი მიმართულებით წავიდეთ. NGO სექტორის მსგავსი პოზიციაც გარედან მოსული დავალების შესრულების ნაწილი იყო. სწორედ ის ძალები, ვინც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას თხოვდნენ, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის ადგილობრივ NGO სექტორსაც იყენებდნენ. გლობალური ომის პარტია ხვდებოდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაზე, რომელიც ომს არ თანხმდებოდა, ზეწოლა უნდა გაეზარდა და ევროინტეგრაციის თემა სპეკულაციების ჩასახლართად იდეალურ მასალად ჩანდა. Deep State-მა NGO სექტორი ორი მიმართულებით გაააქტიურა. ჯერ გარედან დაფინანსებული ჯგუფები თბილისის ქუჩებში გამოიყვანა ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად და ევროინტეგრაციის თემით საზოგადოების ემოციებზე ითამაშა. NGO რევოლუციის მოწყობით იყო დაკავებული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ ყავდეს ისეთი მთავრობა. ქუჩის პროტესტების პარალელურად კი იგივე NGO კლანი საგარეო ფრონტისკენაც მიმართა. მაგალითისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მიუკერძოებელ ექსპერტთა გამოკითხვით დგება და კანდიდატი ქვეყნის შესაფასებლად დამატებითი ბერკეტია. მოლდოველი და უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, ქართველმა ექსპერტებმა ეს ბერკეტი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართეს. მათი სახელები ინდექსის პრეამბულაშია და ისინი ქართულ NGO სექტორს წარმოადგენენ. დოკუმენტში წერდნენ: საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი პოზიციები როგორც დემოკრატიის, ასევე კარგი მმართველობის კუთხით. შეიძლება ითქვას, რომ განიცადა მკვეთრი ვარდნა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციით გამოიხატა. უარყოფით დასკვნებს საქართველოზე რევოლუციური პროცესები უნდა გაეაქტიურებინა, რასაც ხელისუფლების აგენტოკრატიით ძალადობრივით ჩანაცვლება უნდა მოჰყოლოდა. შემდეგ კი მეორე ფრონტის გახსნა.
განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ NGO სექტორის წარმომადგენლები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გამართულ ძალადობრივი აქციების დროს. მაშინ როგორც შემდგომ გავიგეთ USAID-ისა და NED-ისგან დაფინანსებული რადიკალი აქტივისტები განსაკუთრებული აგრესიით ესხმოდნენ თავს პოლიციას, წვავდნენ ქალაქს, იყენებდნენ მოლოტოვის კოქტეილებს და ანადგურებდნენ პარლამენტის შენობას. სამართალდამცავებმა ცხადია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ადეკვატური პასუხი გასცეს, რა დროსაც NGO სექტორი კვლავ საქმეში ჩაერთო და ქართული ძალოვანი უწყებების დისკრედიტაცია დაიწყო. მათივე თქმით, პრობლემატურია ისიც, რომ პოლიცია პოლიტიზებულია. მათ დემონიზებას ცდილობდა, საუბრობდა ეგრეთ წოდებულ ძალადობრივ დაკავებებზე, თუმცა არაფერს ამბობდა ძალადობრივი აქციების შესახებ. აქაც მიზანი იყო, რომ რეპუტაცია შეელახათ ქართული პოლიციისთვის, რასაც თავის მხრივ Deep State-ის მართული გარე ძალების საქართველოზე ზეწოლისთვის გამოიყენებდნენ. ყველა ნახსენები ფაქტი ქართული რეალობიდან ადასტურებს იმ შერქმეული სახელის სიზუსტეს, რაც ქართველი ხალხისგან NGO კლანმა მიიღო. უსამშობლო. აშკარაა, რომ მათთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესის ცნება, არამედ მხოლოდ დონორის ინტერესები. დონორებმა კი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ პრობლემებად აქციეს. არა მხოლოდ აქ საქართველოში, არამედ ყველგან, მათ შორის ამერიკაშიც. ილონ მასკმა X-ზე პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა: თუ კი არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვსპობთ ჩვენი პრობლემების 70% გაქრება და მას დიდებული იდეა უწოდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ არა, მაგრამ მათი მთავარი დაფინანსების წყარო შტატებმა უკვე მოსპო კიდეც, როდესაც USAID-ის პროგრამების 83% დახურა, ხოლო NED-ს ყველა პროგრამა შეუჩერა. ამით მან Deep State-ის გავლენები ამერიკაში შეასუსტა, რამაც ქართულ NGO კლანზეც იქონია გავლენა, მაგრამ სრული სურათი ჯერ არ შეცვლილა, რადგან Deep State-ი არსად გამქრალა ბრიუსელიდან და პირიქით იქ გაძლიერდა კიდეც. ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი გადახედავს თავის მრავალ მილიარდიან საგარეო პროგრამას, რათა დააფიქსიროს ფონდების განაწილება უფრო მჭიდროდ თავისი საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან. ევროკავშირი საგარეო დაფინანსებას გახდის უფრო მიზანმიმართულს პარტნიორებისთვის. შესაბამისად, ევროკავშირის დროშით რებრენდირებულმა Deep State-მა და NGO-ებისთვის წარსულში გამოგზავნილმა დაფინანსებებმა, რომელიც რეალურად ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაციას ემსახურებოდა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა, რაზეც მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო მუშაობა. პირველი, აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას. და მეორე, აქამდე არსებული გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად საქართველო მიიღებს ამერიკული ფარას ზუსტ ანალოგს. იქნება ეფექტური მექანიზმები ამოქმედებული იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. პირველი მოსმენით კანონს მხარი პარლამენტმა 4 მარტს დაუჭირა. ორი კვირა გავიდა და ერთი საპროტესტო აქციაც კი არ გვინახავს აქამდე არსებულ კანონზე გაცილებით მკაცრი კანონის მიღების გამო. რაც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება 2 წლის წინაც მართალი იყო, როდესაც ამბობდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესია, ხოლო საზოგადოება NGO სექტორმა, რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა დონორებმა შეცდომაში შეიყვანეს და ის წაუკითხავად გააპროტესტებინესო. და არის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი დეტალი. ის, რომ ქართულ ფარას პროტესტი არ მოჰყვა, ნიშნავს, რომ ერთი მხრივ USAID-ის სკანდალმა NGO სექტორი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და უჭირთ ამტკიცონი ის, რასაც ადრე თამამად ამბობდნენ. თითქოს დაფინანსებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის იღებდნენ, საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ. მეორე მხრივ კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ცხადი გახდა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს მცირე ჯგუფი საქართველოში და რომ დიახ, სწორედაც უცხოური გავლენის აგენტები არიან. აგენტები, რომლებიც მხოლოდ იმ ინტერესს ატარებენ ქვეყანაში, რასაც მათი დონორი უბრძანებთ. მიუხედავად იმისა, ეს ემთხვევა თუ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.